ერთ-ერთი დამფუძნებელი, ილია წურწუმია, ასევე პოლიტპატიმარი, დამფუძნებელი და გოგიტა დალაქიშვილი, რეპრესირებული, ასევე სამოქალაქო ფრონტის ერთი დამფუძნებელი. და ჩვენ დაახლოებით მინდა ვისაუბროთ მიმდინარე პროცესებზე, კერძოდ შეეხება ყოფილი ბიზნესმენი, ანუ სააკაშვილის კარის ბიზნესმენების დღევანდელ თანამშრომლობაზე ხელისუფლებასთან, ოღონდ ესე ფართო მცნებით ხელისუფლებასთან გარკვეულ პირებთან და მინდა დავიწყოთ და ხო არის შესაძლებლობა რომ დავიწყოთ. ამაში გულისხმობთ თავიდან მინდა დავიწყოთ ესეთი ბიზნესმენი არსებობს თქვენ კარგად იცით მინდია ქაშიბაძე რომელიც კონკრეტულად ეგრეთ წოდებულმა მასტერამ და ავთანდილ ჭუტაწერეთელმა საკუთარ კაბინეტში აწამეს, ცდილობდნენ მისი კომპანია მაქსტროფის წართმევას, ეს ადამიანი დღესაც დევნილობაში იმყოფება. მის წინააღმდეგ საქმეც იყო აღზრული 2008 წელს. ამ საქმესთან დაკავშირებით ჩეხეთის სასამართლოს გაამართლა, მაგრამ ის დღემდე დევნილობაშია. მათმა ის მოწამეებმა სარჩელიც შეიტანეს წამებასთან დაკავშირებით დღევანდელი ხელისუფლების მთავარ პროკურატურაში. საინტერესო აქ აღსანიშნავი ისაა, რომ სულობა არ მიცემია საქმეს და პროკურორი, რომელსაც დაეწერა ეს საქმე, არის ფინანსური პოლიციის ყოფილი გამომძიებელი, რომელიც თვითონ ამ ბატონი მინდია ქაშიბაძის საქმეს იძებდა, როდესაც ამ ჭუტაწერეთელმა შეიტანა მის წინააღმდეგ სარჩელი, როდესაც მის კომპანიის წართმევას ცდილობდა. აქ ჩვენ გვინდა ხაზი გავუსვათ იმას, რომ ეს ჭუტაწერეთელი, როგორც ადრე დგებუაძის ეგრეთ წოდებული მასტერას მეშვეობით და სხვა მაღალჩინოსნებთან, ასევე მიხეილ მაჭავარიანთან ახლო ურთიერთობიდან გამომდინარე ძალიან ბევრი ისეთ ბიზნესმენი ყავს რეპრესირებული. დღესაც რაღაცა მექანიზმებით, რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესოა, ცდილობს, რომ იგივე გავლენები მოიპოვოს და გარკვეულ ბიზნესმენებს ებრძვით. კონკრეტული მაგალითი, რომელიც დღეს შემიძლია მაგალითად გითხრათ, იგივე მეთოდებით ცდილობს ვანო ჩხარტიშვილის წინააღმდეგ, მაგალითად რაღაც პროცესების წარმართვას. აქ სიგარეტის ქარხანას ეხება, ესეც დაზუსტებული ინფორმაციაზე, ჩვენ გაგვაჩნია რაღაც ფაქტები, რომელსაც აუცილებლად შემდგომში წარმოგიდგენთ და დღეს შეგვიძლია თქვენი ინტერესიდან გამომდინარე პირადად ეს მინდია ქაშიბაძე ჩეხეთიდან ჩავთოთ სკაიპით, თვითონაც მოგიყვებათ რაღაც გარკვეულ ფაქტებთან დაკავშირებით, რომელიც მის წამებას ეხება, კონკრეტულად ჭუტაწერეთლის ოფისში ხდებოდა ეს გაგარინის მოედანზე. თუ თქვენი ინტერესი იქნება, შეგვიძლია სკაიპით ჩავხდოთ ეს ადამიანი. ეს ჩვენი ძირითადი თემა და ასევე ჩვენი თხოვნა დღევანდელი მთავარი პროკურორის მიმართ, ბატონი პილოშვილის მიმართ, რომ ძალიან გულდასმით მოეკიდოს ამბავს, იმიტომ რომ ეს პროკურორი გიორგი შალუტაშვილი, რომელიც ადრე იყო ფინანსური პოლიციის ერთ-ერთი გამომძიებელი და იძიებდა ამ ადამიანის წინააღმდეგ აგდოს საქმეს, დღეს როდესაც მან წამების და არ ადამიანის მოყვების შესახებ შეიტანა პროკურატურაში განცხადება, ისევ ეს პროკურორი, ალბათ უკვე გადმოყვანილი აქეთ დაწინაურებული, იძიებს მის საქმეს, მაგრამ სამწუხაროდ დაკითხულიც არ არის ბატონი მინდია ამ საქმესთან დაკავშირებით. და დღევანდელი ვითარება არის მსგავსი და სამწუხაროდ. რა თუ იქნება თქვენი ინტერესი, ჩავხდათ ბატონ მინდიას სკაიპში. აქ სკაიპით ჩვეულებრივად თუ გააქვთ მკითხვები ამ ადამიანის მიმართ, ну, ახლობით ერთ წუთს დაგვართმევს ჯერ დაუკავშირდეთ. Acum რაღაცა Wi-Fi-ის პრობლემაა.
ბატონო მინდია. გესმით? აი ჩვენს გვესმის თქვენი ბატონო მინდია, აი ეხლა ვიმყოფებით ეს კონფერენციაზე შეგიძლიათ ჩემი თხოვნა იქნება რომ ძალიან ისე მოკლედ დააფიქსიროთ თქვენი აზრი. რაზე წოლა ხორციელდებოდა კონკრეტულად ავტო წერეთლის მიმართ თქვენი დაბარება მოდულში და იქ მასტერას მიერ საქმის გარჩევები და ასე შემდეგ ბატონო მინდია. დიახ, მოკლედ შეიძლება რომ იყო წამების ფაქტი, ეს მოხდა 2008 წლის აგვისტოში, თვითონ წამებას ხელმძღვანელობდა ავტო წერეთელი, ჩემს წამებას ეგრეთ წოდებული ტყელტუჩათი და ხორციელდებოდა წამება აგრეთვე ცემა რამდენიმე კაცის მიერ ჯერ იყო ეს 3 ადამიანი, შემდეგ მას კიდე რო გაუძალიანდი, დაემატა კიდევ დაახლოებით 8-დან 10 კაცამდე იყო აი პატარა ოთახში. მოკლედ ესე იგი წამების ფაქტი ეს პრაქტიკულად 2008 წლის აგვისტოში მოხდა, ხო? და ბატონო მინდია აი ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რომელიც ხორციელდებოდა უკვე 8 წლის აგვისტომდე, თითქმის 2005 წლიდან 2009 წლამდე, ვიდრე მე ასე ვთქვათ, სრულიად შემთხვევით მოხდი საზღვარგარეთ. და ბატონო მინდია შეკითხვა მაქვს, თუ შეიძლება. ფსიქოლოგიური ზეწოლაც მიმდინარეობდა და 2007 წლის მე მგონი ბოლოსთვის მე ნამყოფი ვარ იმ ავადსახსენებელ ოთახში, რომელშიც ბატონი დგებუაძე თავის სასიკადულო საქმეებს ატარებდა. იქაცა ვარ მოდულის შენებას გულისხმობ და ბატონო მინდია მე ერთი შეკითხვა გვაქვს, ანუ თქვენ როგორც ცნობილი არ მაქსტროფის დამფუძნებელი ხართ, ანუ კომპიუტერული კომპანიის და თემა რა იყო, ანუ თქვენი წამების რას ითხოვდნენ ეს ადამიანები თქვენგან? ჩემგან ეს ადამიანები ითხოვდნენ რა თქმა უნდა ისევე როგორც იმ პერიოდში გამეფებული ასე ვთქვათ სიტუაცია, ანუ სისტემური დანაშაული, ანუ ქონების წართმევა, წილების გადაფორმება და ამასთან დაკავშირებული 1000 გვარი მახინჯობები ჩემგანაც ითხოვდნენ წილის გადაფორმებას და გარდა ამისა ამისთვის მოიგონეს რაღაც ჰიპოთეტური ვალი, რომელიც თითქოს და მე 2005 წლის 1 თებერვლისთვის ამიღია ეს თანხა და რომელიც შემდგომ ისა რა ქვია არ გამომიყენებია დანიშნულებით. გასაგებია, ბატონო მინდა დიდი მადლობა სამწუხაროდ დაგიმშვიდობებით და შემდეგ დაგიკავშირდებით საჭიროების შემთხვევაში. გაიხარეთ. ამ ადამიანს მისი ადვოკატი იყო დიმიტრი გაბუნია, ამ ადამიანმა შეიტანა საჩივარი წამების და არ ადამიანის მოპყრობის შესახებ პროკურატურაში და როგორც მოგახსენეთ ეს საქმე ქალაქის პროკურატურაში დაეწერა აი ზუსტად ამ გამომძიებელს, რომელიც მის საქმეს მის წინააღმდეგ ადრე შეტანის არჩევს იძიებდა თავიდან. ასევე დიახ, ბიზნესის დაბრუნებაზე შეტანილებს, იმიტომ რომ ეს ადამიანი გახდეს იძულებული გადაეფორმებინა თავისი ქონება. და სამწუხაროდ დღესაც იმყოფება დევნილობაში. კიდე რამე შეკითხვები თუ გქონთ? ჩემი თუ მინდია ქაშიბაძე. კომპანია მაქსტროფის დამფუძნებელი. პროკურორი, ანუ დღეს ვისაც აწერია თავის მის საქმეს იძიებდა, არის გიორგი შალუტაშვილი. შალუტაშვილი. ეს კომპანია სამწუხაროდ დღეს ფუნქცია აქვს დაკარგული, იმიტომ რომ გაკოტრდა, ასე ვთქვათ. მას შემდეგ რაც წაართვეს და მაქსტროფი. და საინტერესო კიდე ერთხელ ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებით სამოქალაქო ფრონტი კიდე გავმართავთ, ოღონდ უფრო მეტ დეტალებს და ფაქტებს მოგახსენებთ. დღესაც ეს ადამიანი ჭუტა წერეთებს გულისხმობს რაღაცა მექანიზმებით, ცდილობს იგივე მეთოდებით სხვადასხვა ბიზნესმენებზე რაღაც ზეწოლების მოხდენას. კონკრეტულად ერთი ფაქტი მოგახსენებთ, რაზეც შემდეგ ჩვენ ფაქტების დადებას ვაპირებთ, ეს რაც დავუზუსტებულად ვიცით, ერთ-ერთი არის ვანოშ ხარტიშვილის წინააღმდეგ მოქმედებს იგივე მეთოდებით. არა და ამ ადამიანს დასაჭერად აქვს საქმე, არაერთი სარჩელია შესული ავტო წერეთლის მიმართ.
ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძიოთ მაგალითად ეხაც გახსნილი მაქვს საიტები, სადაც მის წინააღმდეგ უამრავი ჩვენებაა მიცემული. აი გაინტერესებს და ეს ძირითადი კითხვა ეგ არის. ახალხელი ესე ვერ ვიტყვით გლობალურად ვიტყვით, ფაქტია რომ რაღაც დაბალი რაღაც საშუალო რგოლის თანამშრომლებს ჩინოსნებთან რაღაც კავშირი აქვს სამწუხარო ოღონდ. თავისთავადაც მოგახსენებთ ვისთან აქვს კავშირი და ვის მფარველობის ქვეშ იმყოფება ამ ეტაპზე მე მგონი საკმარისი ინფორმაცია მოგაწოდეთ და კიდევ ერთხელ ვთხოვთ მთავარ პროკურატურას რომ დაინტერესდეს ამ საქმით. ჩვენ ახლა მომდენო პრესკონფერენციაზე მოგაწოდით დეტალებს, ესე სახელებს და გვარებს დავასახელებთ, რომელიც დღევანდელ ხელისუფლებაშია მოკალათებული და ამოფარებულია ბატონი ბიძინასის სახელს და აკეთებს ძალიან ცუდ საქმეს. ამით დღეს გვინდა დავამთავროთ ჩვენი პრესკონფერენცია და დანარჩენს მოგახსენებთ კონკრეტულ სახელებს და გვარებს დაგესახელებთ. აუ